მივესალმები საქართველოს. მოგესალმები თბილისო. მოგესალმები თბილისელებო. მივესალმები ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ზეიმობს ამ დღეს. ახლა ამ წუთებში 10,000-ობით ადამიანია შეკრებილი ქუთაისში, სადაც გრანდიოზული აქცია ტარდება. იქ ხალხია შეკრებილი იგივე სულისკვეთებითა და იგივე შემართებით, რა განწყობითაც აქ ვართ მოსული და მოდით ყველა ერთად მივესალმოთ მათ. მივესალმოთ ქუთაისს. დაიდგა საქართველოში დღე, როცა ხალხი ირჩევს ხელისუფლებას. დგება ახალი ხელისუფლების დაბადების დღე. 1 ოქტომბერი დგება ხალხო. მე დღეს ძალიან ამაყივარ თქვენი სიმამაცის, ერთგულების და ერთიანობის გამო. ამაყივარ იმითაც, რომ ჩემი ერთი წინასაარჩევნო დაბირება უკვე შევასრულე. მართლაც შეხედეთ ერთმანეთს და დარწმუნდებით, რომ მთელი საქართველო ერთ უშტად შეიკრა. დღეს კვლავ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ გავამხნევთ ერთმანეთი. კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ, კიდევ ერთხელ ამაყად უთხრათ მთელ მსოფლიოს. ვიყურეთ, ნახეთ, რომ წანების, ტერორის, დაბადებრების, დაშინების უბინძურესი პროპაგანდის მიუხედავად ჩვენ ვერ გავხდეხეს. თელმა საქართველომ ხმამაღლა უთხრა ხელისუფლებას, არა უსამართლობას, არა სიცრუეს, არა ძალადობას. ეს ხელისუფლება ბევრს ეცადა, მაგრამ ვერავინ დააჯერა, რომ მოძმის თანადგომა კრიმინალია. ბევრი ამტკიცა, რომ თავისუფლებისაგან სწაფვა უცხო ქვეყნის აგენტობაა. თუმცა არც ეს გამოუვიდა და ვერავინ დააწმრა, რომ დემოკრატია ქართველებისათვის არ არის მოგონილი. ჩვენმა ხალხმა ძალიან ხმამაღლა უთხრა მთელ სამყაროს, რომ დიახ, იმსახურებს დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებას. აბა შეხედეთ, სად გინახავთ მსგავსი ხალხო? ნახეთ რამდენი ვართ. ჩვენ ამ დღეებში იმდენი შემზარავი ამბავი ვისმინეთ, იმდენი გამწარებული დედა და ატირებული მამა ვნახეთ, რომ ამის ატანა ნორმალურ ადამიანს არ შეუძლია. ხალხისათვის ღირსების არავის შერჩება, აღარავის უშველის იმის მტკიცება, რომ თითქოს ეს არ იცოდნენ. წლებია გვესმის მკვლელობებისა და ადამიანების წამების შესახებ. ყველამ კარგად იცოდა, რაც ხდებოდა ამ ქვეყანაში, რაც ხდებოდა საბატიმროებში. ყველამ ამ უსასტიკესი და დაუნდობელი სისტემის შექმნას ხელისუფლებამ 9 წელი მოანდომა. ახლა შეშფოთდნენ და გაბრაზდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეგონათ კადრების აჯარა რომ გახდებოდა და ყველა ნახავდა იმ არაადამიანურობასა და სადიზმს, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში მათ მიერვე იყო დანერგილი და წახალისებული. ვერც ერთი ვერ ჩამოირეცხავს ამ სიცხვეს. ვერც ერთი, ვინც საკუთარი დუმილითა და ამ რეჟიმისათვის ნამუსით მოწმენდით იყო დაკავებული. დამთავრდა. ამ რეჟიმს აღარ შეიძლება ამ ქვეყნის ხელისუფლება ერქვას. ეს განაჩენი ხალხმა უკვე გამოიტანა და 1 ოქტომბერს ამას გავაფორმებთ. და მიცემთ კანონიერ ძალას. სააკაშვილის სისტემა უნდა დაინგრეს. ყველა დარწმუნდა ამაში. აღარ დასავლეთი დახუჭავს თვალს ამ უკანონობაზე, ამ გაუგონარ ძალადობაზე. ეს უკვე საერთაშორისო სკანდალია. წარმოუდგენელია დასავლეთმა სადისტური სისტემის შემქმნელებს დაუჭიროს ხარი დაუჭიროს მათ, ვინც წინააღმდეგაც ჩვენი ქვეყნის სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ქუჩები აავსეს. თავდაჭერილი და ღირსეული პროტესტი. ეს ხელისუფლება ბევრს ეცადა ჩვენი ახალგაზრდები იდეალებისა და ღირებულებისაგან დაცლილ მომხმარებელ საზოგადოებად ექცია, რომლისთვისაც ყველაფერი სულ ერთია პირადი წარმატების გარდა. ეს ჩემთვის განსაკუთრებით ძიმე საყურებელი იყო და ახლა ერთი-ორად ამაყი ვარ, რადგან როდესაც ჩაჭირო გახდა ახალგაზრდობა, მაშინვე დაიკავა სწორი სამართლიანი პოზიცია, დადგა სიმართლის მხარეს, გააბროთესა სისასტიკე, უსამართლობა, ადამიანების ღირსების შელახვა, უზარმაზარი საპროტესტო ტალღა აღორა და ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში ვაშკაცურად შემოაბიჯა ჩვენმა ახალგაზრდობამ. ამ ბოლო დღეებში ჩვენ ხელისუფლების იმდენი უბადრუკი მცდელობის მოწმენი გავხდით, თავის დანაშაულსა და სისასტიკეს ისეთი უღირსობა და უსუსური ფარული ჩანაწერები დაუპირისპირეს, რომ ყველასათვის ნათელი გახდა. წყალწაღებული ხავს ეჭიდება. სააკაშვილი ცდილობს საქართველოს მოსახლეობა იმაში დაარწმუნოს, რომ ჩვენი ხელისუფლება შემოსვლის შემდეგ საქართველოში კვლავ კრიმინალებისა და ქურდების დრო დაბრუნდება.
დარწმუნებული ვარ, ამის უკვე აღარ ავიჯერა. ამ სისულელის არ ჯერა თავად ხელისუფლებასაც. როდესაც კრიმინალები მზაურობენ, პატიოსანი მოქალაქეს სახელმწიფოს იმედადაა. იმის იმედად არის, რომ სახელმწიფო მოძლიერდება და აღკვეთს უკანონობას. მაგრამ როდესაც თავად სახელმწიფო იქცევა როგორც ავაზაკთა ბანდა, ეს გაცილებით უფრო საშიშია და დამანგრეველია ქვეყნისათვის. დიახ, ჩვენ მოვალ და დავამყარეთ წესრიგს, მაგრამ ეს იქნება დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული წესრიგი. მინდა მიმართო ჩვენ საყვარელ მასწავლებლებს. თქვენმა უმრავლესობა მოახერხა და ამ მძიმე წლებში არაფერი დაიშორა, რათა სათანადო ცოდნა და აღზრდა მიეცა ბავშვებისათვის. მასწავლებლის უპირველესი დანიშნულება ხომ ისაა, რომ თავისუფალი პიროვნება აღზარდოს, თავისუფალი მოქალაქეები აღუზარდოს თავისუფალ ქვეყანას. დღევანდელი ხელისუფლება კი მასწავლებლებო თქვენგან მორჩილებას მოითხოვს. დაშინებული მასწავლებელი თავისუფალ მოქალაქეს ვერ აღზრდის. ამიტომ გთხოვთ, შეასრულეთ თქვენი თავარი მოვალეობა და ნუ ხარ ჩაუდგებით ამ ხელისუფლებას დამამცირებელ სამსახურში. ნუ მისცემთ არჩევნების გაყალბებაში თქვენი გამოყენების საშუალებას. ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ დაგიცავთ ყველას, თვითონ თქვენგანს, თქვენი სინდისის კარნას მიხევით და აჩვენეთ თქვენს მოსწავლეებს, რომ თავისუფლება და ღირსება უმთავრესია ადამიანის ცხოვრებაში. საჯარო მოხელეს მიმართავ, დაჟინებით გიმტკიცებთ, რომ თუ ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ყველას სამსახურიდან გაყრის და ანგარის გაუსწორებს. მე პირდაპირ და გადაჭრით ვიტყვი, ჩვენ ამას არ დაუშვებთ. პირიქით შეწყდება პოლიტიკური ანგარიშტორება. არ დაიწყება წინა ხელისუფლების მომხრეების და სახელისუფლებო სტრუქტურებში ნამსახურები ადამიანების დევნა. ჩვენ გავათავისუფლებთ საჯარო სამსახურს პოლიტიკური წნეხისაგან. საჯარო მოხელის დასაქმება და გათავისუფლება აღარ იქნება ვიღაც ნებად სურვილზე დამოკიდებული. მათ მხოლოდ პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება მოეთხოვებათ. მე გპირდებით ყველას, რომ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. მე გაძლევთ ამის პირობას, მაგრამ გაევიჯრეთ უკანონობას. გაევიჯრეთ დანაშაულს. იმართავ ჩვენს ჯარისკაცებსა და პოლიციელებს. ჩვენ იმისთვის მოვდივართ ხელისუფლებაში, რომ დამსახურება არ დაეკარგოს არც ერთ ჩვენს მოქალაქეს, მით უფრო სახელმწიფოსათვის თავდადებულ ჯარისკაცსა და პოლიციელს. ჩვენო საიმედო ოფიცრებო და ჯარისკაცებო, არასოდეს არ უნდა დაიწყოთ, რომ თქვენ მხოლოდ ხალხსა და ქვეყანას იცავთ და ემსახურებით და არა რომელიმე ხელისუფლებას. პირიქით, ხელისუფლება თავად უნდა ემსახუროს თავის თავდადებულ მეუღლებს და მათ ოჯახებს. და ეს ასეც იქნება, როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში ამას გვიდებით. ნუ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს. ნუ აღმართავთ ხელს თქვენი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ. თქვენ მაინც ნუ დაამცირებთ, ნუ ახრით ღირსებას თქვენივე ძმებისა და თქვენსავე ძმებსა და დებს. ხომ ნახეთ, როგორ კი დაშიდათ სასწრაფოდ შეახოცეს ხელი შემსრულებლებს. არც თქვენ დაგინდობენ. ნუ რაფერი შეგეშინდებათ. ეს ყველაფერი სადაცაა, წარსულს ჩაბარდება. ცოტაც უნდა გაუძოთ ყველამ ერთად. თუ თქვენ არ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს, თქვენ მხარეს იქნება კანონი. თქვენ მხარეს იქნება სამართლიანობა. მე მჯერა, რომ თქვენ იდგებით ხალხის სამსახურში. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოვიჩენთ ვეტერანების მიმართ. იქნება ის მეორე მსოფლიო ომის, აფხაზეთის თუ აგვისტოს ომის მონაწილე. მათი ღვაწლი დაფასდება, დაწესდება სოციალური შეღავათები და მათ ღირსეულად ცხოვრების საშუალება მიეცემათ. ვეტერანთა გარდა გვედებით, ჩვენ უყურადღებოდ არ დავტოვებთ სხვა სპეციფიკურ ჯგუფებსაც, რომლებიც დღეს ხელისუფლებისაგან მიტოვებულნი არიან. პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მარჩენელ დაკარგულებს, პოლიტრეპრესირებულებს, მიმართავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. ჩვენ ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი დავღვარეთ. ამას გამართლება არ აქვს ხალხო. ჩვენ აუნაზღაურებელების ყველაფერი გავიღეთ, მაგრამ ჩვენ ერთად მოვნახავთ ძალას და შევძლებთ პატიებას. ქართველები ვეფხვისა და მოკვნის შექმნელი ხალხი ვართ, არ დაგავიწყდეთ. ჩვენ სამძიმარს ვეტყვით აფხაზ და ოს დედებს. გამოვნახავთ ერთმანეთის გულებისაგან მიმავალ გზებს, აღვადგენთ ურთიერთობებს და საერთო მომავალზე მოვახერხებთ ზრუნვას. ვეღარასოზე და ვეღარავინ გაბედავს, რომ დევნილების ბედი მათ გარეშე მათ დაუკითხავენ გადაწყვიტონ. ვეღარავინ გაბედავს მათ დამცირებას და შეურაცხყოფას. ყველას დაუკანონებთ იმ ფართობებს, რომლებშიც ახლა ცხოვრობენ და მათ მიეცემათ საშუალება შვიდად დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება, თავიანთი მომავალი. მანამდე ვიდრე დროებით დაკარგულ სახალხს დაუბრუნდებიან. მიმართავ ქართველ ემიგრანტებს. გაჭირვება, უსამართლობა და უპერსპექტივობა გაიძულებდათ უცხოეთში გადახვეწას. ზოგი ლუკმაპური საშუალებლად ხართ წასული, ზოგიც ღირსეული და თავისუფალი ადამიანის შესაძლებლის ქვეყანას ეძებთ. ისეთ ქვეყანას, სადაც ადამიანს პატივს სცემენ. თქვენ უცხოეთში ეძებთ, იმას ეძებთ, რაც სამშობლომ დაგაკლოთ. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ სამართლიანი, თავისუფალი და
დემოკრატიული ქვეყნის აშენება. თქვენ სამშობლოს ჭირდებით, ჩვენს ემიგრანტებს შევახსენებთ და ჩვენ აუცილებლად ისინი უნდა დაებრუნოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ დააბრუნდეთ სამშობლოში და აქ ღირსეულად იცხოვროთ. სულ ბოლოს დიდი მადლობა მინდა გადაგეხადოთ თქვენ. რამდენადაც თქვენ იგრძენით ჩემი სიყვარული. ჩვენ იგრძენით ჩემი გულწრფელობა და ძალიან დიდი სიყვარულით მიპასუხეთ. აი ამ სიყვარულით და ამ სიყვარულის გაგებით და ამაზე დაფუძნებით ჩვენ აუცილებლად ავიხდეთ ქართულ ოცნებას.